გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C# და ეგეთი რაღაცა მომივიდა, რომ ვიდეო ჩავწერე და თურმე რაღაცებს ლაპარაკობ და თურმე ხმას არ ვიწერ რა მოკლედ. მე მგონი ყველას მოსვლი ეგეთი რაღაცა ერთხელ მაინც ხო და ანუ არა და საინტერესო ვიდეო გამოვიდა. თამაში ავაწყე მოკლედ პატარა რა. უკვე დახო სტილიც არის, ლინკს აღწერაში დავდებ და მოკლედ challenging თამაშია რა, ერთმანეთს შეგვიძლია შევეჯიბროთ და საინტერესო გამოვიდა პროცესის და თამაშის და თან კურსორი ხო გავტესტე გუშინ და მომეწონა ძალიან რა კურსორი და კიდე მინდოდა რაღაცა რო გამეკეთებია კურსორით და მოკლედ გადავწყვიტე ეს პატარა თამაშის გაკეთება რა. აქ ახლა ვიდეოში ვაჩვენებ რომ ეს თამაში გავაკეთე 2018 წელს. მაშინ ვსწავლობდი პროგრამირებას Java-ზე და დავალება იყო ერთ-ერთი რომ რაღაც თამაში უნდა მოგვეფიქრებია და ეს რაღაც ინსპირაციით ადრე მქონდა ძალიან ათამაშები ეგეთი თამაში და მოკლედ ეს ლურჯი კუბიკი ხარ რომელიც მაუს დაყვება და ეს 4 კუბიკი დადის ესე რანდომად და შენი მიზანი არის რომ არ უნდა დაეჯახო მოკლედ ამას რა და გადავწყვიტე რომ ეგეთი ეს ახლა Java-ზეა დაწერილი რომელიც არის იდეაში რაღაც desktop აპლიკაციასავით და მინდოდა რომ web-ზე გამეკეთებია იგივე რომ მე სადმე დამეხოსტა და რა ვთქვათ რამოდენიმე ადამიანს შეძლებოდა თამაში და ერთმანეთთან შეჯიბრი რა ესე რომ ვთქვათ და მინდოდა რომ ყოფილიყო competitive რა ესე რომ ვთქვათ და მუღამიანი რა მარტივად აქ ახლა პრომპტი არის ვეუბნები რომ HTML-ის CSS JavaScript-ით გამიკეთეთქო რაღაც 4 რაღაც კუბიკი იქნება რომელიც რანდომად მოძრაობს და ეს არის თავარი კუბიკი რომელიც შენ მაუს დაყვება და მოკლედ არ უნდა ტაიმერი არის ტაიმერი მიდის და შენი მიზანი არის რომ რაც შეიძლება დიდხანს გაძლო და მივეცი ეს პრომპტი მოკლედ კურსორს დაიწყო კეთება მანამდე აქეთ რაღაცებს თამაშობდი და ნახოთ ახლა როგორ გამოვიდა პირველი ვერსია. ეგეთი გააკეთა მოკლედ პირველი ვერსია რა. ვიზუალურად ძალიან კაია. მაგრამ ნუ ძალიან ეხლა მარტივი არის რა, არაფერი ამ თამაში მუღამიანი არ არის რა. კვადრატები პატარა არის ძალიან და ნელა მოძრაობენ, სივრცე დიდი არის, აქეთ გაიწიო. და მოკლედ მაგ ფიქსები უთხარი მე კურსორი არის რომ ეგენი დაეფიქსა რა. ნახე, მაუსაც რო ამოძრავებ, თითქოს ნელა მოყვება ის კვადრატი რა, სმუზად მოყვება. ხო და მოკლედ მაგას ვეუბნები ახლა შემდეგ პრომპტში რომ ეგენი გამოვასწოროთ რომ ცოტა მუღამი მიეცეს თამაშს. ანუ კიდე ეგეთ პრობლემა იყო რომ კიდეებზე რომ მივდიოდი თითქოს ნელდებოდა კვადრატი და თითქოს თამაში მეხმარებოდა რომ კიდეს არ დავჯახებოდი რა. ხო და ეგეთი პრომპტი მივეცი რომ ეგენი დამიფიქსეთქო. აი კიდეში რომ მივდივარ არ ეტაკება რა თითქოს ჩერდება იქ. ნახოთ აბა შემდეგი როგორი გამოვიდა. ძალიან მარტივად გააკეთა კურსორმა ეს იმენა საერთოდ ჩარევა არ დამჭირვებია. ხო, ამას უკვე არ აუშავს რა. ეს უკვე კაია რაღაცას გავს. კიდეებზე რომ მიდიხარ, აი აქ ერთი პრობლემა მაინც აქვს რა, მაუსს თუ ძალიან ჩქარა აწევ. ვერ ასწრებს კვადრატი მაუსზე გამოყოლას და ჩერდება გზაში. ეგ იყო ერთი პრობლემა. და ასევე ეგ პრობლემა იყო რომ აი კურსორი არის კვადრატის მარცხენა მაღალ ნაწილში და იდეაში შუაში უნდა იყოს რა. შემდეგი ფიქსები იყო ეგ. ნახოთ ახლა შემდეგი იტერაციაზე რა გამოვიდა. ხო, აი აქ უკვე ეს გასწორდა რა, სწრაფად ვწევ მაუსს და მაინც აფიქსირებს ამ დაჯახებას რა. და ეგ კაი არის. ეხლა შემდეგი, ანუ ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია ამ თამაშის.
შემდეგი უკვე არის ის, რომ რაღაცნაირად ზომები და სისწრაფე ისე დავარეგულიროთ, რომ არც ძალიან მარტივი იყოს და არც ისეთი რთული, რომ თამაშს აზრი არ კონდეს რა. აი რაღაც ეგეთი. უბრალოდ რაღაცები ვიჩალიჩი აქ გადავაწყე იქეთ სისწრაფეები შევცვალე, ზომები შევცვალე და რა გამოვიდა ბოლოს. ხო, აქ კიდე გავაკეთე ლიდერბორდი. ლიდერბორდისთვის გამოვიყენე Firebase-ი რა, უფასო ბაზარი Google-ის, რომელიც პირდაპირ გაძლევს რა config-ს და Mac config-ით შეგიძლია ემუშაო. უფასო არის უბრალოდ console Firebase Google.com-ზე შექმნი პროექტს, მერე აი create Firestore-ს დააჭერ, შექმნი Firestore-ის database და მოიცებ ამ ნაწილს თუნდაც უყუროთ. create database აწვევი, აქ უბრალოდ next-ი, არაფერი არ უნდა ეგ არის database-ის ლოკაცია რა, სად არის. აქ ორი mode-ი არის, production mode-ში მე მგონი ესე პირდაპირ connection-ი არ არის და ცოტა security-ის ამბავი არის და test mode-ში შეგიძლია უბრალოდ შენი ლოკალური მანქანიდანაც გააკეთო request-ები, მე მგონი. აქ ახლა შევქმნი ბაზა და შემდეგ აქედან უნდა, ანუ cursor AI-ის უთხარი რომ ჩემგან რა გჭირდება რომ Firebase-ის ინტეგრაცია გააკეთო თქო რა ლიდერბორდის ამბავში თქო და კურსორმა მითხრა რომ ესე შედი აქ ამას დააჭირე, აი web-ის იმას დააჭირე, აქ შეიყვანე რაღაც ჩაწერე შენ თამაშის სახელი და დააჭირე იმას რა ქვია create applications დააჭირე ხელიო და იქ მე მოგცემს რაღაც config-სო და ის config-ი ჩამიგდე უბრალოდო რა და დალშე მე მიხედავ ეგრე მითხრა კურსორმა. აი ეს Firebase config-ის ნაწილი რაც არის. აი ეს Firebase ესეთი რაღაცა უნდა მოგცესო და ეგ ჩამიგდეო. მაგარი თულია, короче, რა კურსორი. ესეც მოუკოპირე და უთხარი რომ აგერ არის Firebase-ის config-ი და მიდი და მიხედე leaderboard-ები დაინტეგრირე. ანუ leaderboard-ში გულისხმობ იმას, რომ ვინ რამდენი ხანი გაძლო რა და ყველაზე მეტ ხანს ვინც გაძლო, ის პირველ ადგილზე რო იყოს და ეგეთი რაღაცები. დაიწყო ამ შემდეგ აი top players ეს გაჩნდა leaderboard-ი და უკვე სახელის შესაყვანიც აქვს აქ რა. და ხო, აი leaderboard-ი ეგ არის. აქ პრობლემა ის იყო, რომ ეხა ჩემი სახელით ხო ვთამაშობ და სამი სხვადასხვა დრო მქონდა და სამივე საჩვენებს და story არის, რომ აჩვენოს ერთი, რომელიც ყველაზე მაღალი არის. ეგ არის პრობლემა. და კიდე აი ეს რაღაც გამჭირვალე არის ეს მოდალი და არ ჩანს რაღაცები კარგად. მოკლედ აი ესეთი რაღაცა გამოვიდა ბოლოს რა. საკმაოდ რთული გამოვიდა. ალბათ 15 წამამდე ვინცავა, ეგ ძალიან მაგარი იქნება. მე პირადად 8 წამზე მეტი ვერ გავაკეთე. ხო, ამ თამაშის ლინკს რა თქმა უნდა დავდებ description-ად. GitHub-ის ლინკიც იქნება, შეგიძლიათ ნახოთ, გადახვიდეთ. ну ეგ არის თამაში დასრულებული, აქ მე რასაც ვაკეთებ ის არის რომ აი GitHub-ზე ტვირთავ თამაშს და მე GitHub-ის deploy როგორ გავაკეთო მაგას ვაჩვენებ რა. setting-ებში უნდა გადავიდეთ პროექტის მე page-ებში ჩამოვდივართ აქ და აქ ვირჩევთ deploy from branch და main და აქ შეგვიძლია კი არა მე docs ავირჩიე. ოღონდ როცა აირჩევ docs, ეგ იმას ნიშნავს, რომ შენი პროექტის root-ში უნდა შექმნა doc folder-ი და შეგნით უნდა ჩააგდო შენი ეს ფაილები რა თამაშის, ამ შემთხვევაში თამაშის. და ან doc-ში რო ჩავაგდე, მე deploy გაეშვა ავტომატურად და
просто დაფაბრიშა თავისით თამაში რა. GitHub-ის page-ებზე. დავაჭირე ამ deploy-ს და ეგ ლინკი გაჩნდა და ეს არის ლინკი თამაშის ახლა სადაც ვარ. მოკლედ ცოტა უცნაური ვიდეო გამოვიდა. ხმა დადებული აქვს, მაგრამ საინტერესო ვიდეო იყო რა და მინდოდა გაზიარება. თან კაი ჩელენჯინგი თამაშიც მართლა გამოვიდა. შეგვიძლია შევიჯიბროთ ერთმანეთს, აბა სულ ეგ იყო. დროებით.